თავი მეექვსე. სულიწმიდით გასხივოსნება. მიუგო იოანემ და უთხრა: ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია, თუ მას ციდან არ აქვს მიცემული. იოანე 3:27. აქ ამოკლე წინადადებაში არის მოცემული მთელი კაცობრიობის იმედი და სასოწარკვეთა. ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია. სახარების კონტექსტიდან ვიცით, რომ იოანე ნათლისმცემელი სულიერ ჭეშმარიტებას გულისხმობს. იგი გვეუბნება, რომ არის ჭეშმარიტების კატეგორია, რომლის ჩაწვდომაც ადამიანის ინტელექტით შეუძლებელია, რადგან ინტელექტი არის მხოლოდ ცნებებისა და წარმოდგენების გასააზრებლად, ხოლო ეს ჭეშმარიტება იდეაში კი არ მდგომარეობს, არამედ მისი განხილვის საგანი თავად სიცოცხლეა. ღვთიური ჭეშმარიტება სულიერი ხასიათისაა და ამიტომ მისი მიღება მხოლოდ სულიერი გამოცხადებით ხდება, თუ მას ციდან არ აქვს მიღებული. ეს არ იყო იოანეს მიერ მოწოდებული ახალი დოქტრინა, არამედ აქ საქმე გვაქვს იმავე სწავლებასთან, რაც ძველ აღთქმაში იყო მოცემული, ოღონდ იგი სახარებაში უფრო მაღალ რეგისტრშია დაყვანილი. მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ: ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი, რადგან როგორც არის მაღალი დედამიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე. ესაია 55:8-9. შესაძლოა მკითხველისთვის ეს მაშინ ნიშნავდა, რომ თუმცა ღმერთის ფიქრებს ვამსგავსებთ ადამიანის ფიქრებს, ვინაიდან ქმნილებად შემქმნელის ხატადაა გაჩენილი, მისი ზრახვები უბრალოდ უფრო აღმატებული და დიადია. ასევე მისი გზებიც იმდენად მაღალია ჩვენს გზებზე, როგორც ეს შეეფერება უზენაეს, მისი სიბრძნეც უსასრულო და მარადიულია და ვისი ძალაც უცაზღრო და განუზომელია. ახლა კი იოანე ნათლისმცემელი საკმაოდ ნათლად აყალიბებს, რომ ღმერთის ზრახვები არა მარტო რაოდენობრივად აღემატება ადამიანის ზრახვებს, არამედ ხარისხობრივად და თვისობრივადაც სრულიად განსხვავებულია. უზენაესის ფიქრები სულიერ სამყაროს ეხება, ხოლო ადამიანის აზრები ინტელექტის ვიწრო ჩარჩოთია შემოფარგლული. სული ინტელექტს მოიცავს, ხოლო პირიქით ადამიანის შეზღუდული გონება ვერასოდეს ჩასწვდება სულის სრულ არსს. ადამიანისა და ღმერთის აზრები ურთიერთს არ კვეთენ. რაოდენ გონება მიუწვდომელი არიან მისი სამართალნი და გამოუკვლეველნი მისი გზანი. რომაელთა 11:33. ღმერთმა ადამიანი თავის მსგავსად შექმნა და ჩაუდო მას ორგანო, რომლის საშუალებითაც ქმნილებას უნარი ექნებოდა ჩასწვდომოდა სულიერ სამყაროს. როდესაც მოხდა ცოდვით დაცემა, ეს ორგანო მოკვდა. სიტყვებით ცოდვაში მკვდარი ახასიათებს არა ადამიანის სხეულს ან ინტელექტს, არამედ ეხება ღმერთის შეცნობის ორგანოს, რომელიც ადამიანის სამშინველში იყო. ახლა კი იგი იძულებულია დაეყრდნოს სულ სხვა, მდაბალ, დაქვემდებარებულ ორგანოს, რომელიც სულიერების წვდომისთვის სრულიად არაადეკვატური და შეუფერებელია. აქ, რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ გონებას, სადაც აზროვნებისა და შემეცნების ძალაუფლების ტახტρევანია დასვენებული. ადამიანს გონებით ღმერთის შეცნობა არ შეუძლია. მას მხოლოდ უზენაესის შესახებ ინფორმაციის მიღება ძალუძს. ნათელი გონების მეშვეობით შესაძლოა ჩვენთვის აღმოვაჩინოთ და ვიკვლიოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ჭეშმარიტებები ღმერთის შესახებ. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, იმიტომ რომ ღმერთმა გამოუცხადა მათ, რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი, წუთი სოფლის დასაბამიდან მის საქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება, ასე რომ არ შეუძლიათ თავის მართლება. რომაელთა 1:19-20. ბუნებაში მოცემული სინათლით ადამიანის ზნეობრივი გონი შეიძლება განათდეს, მაგრამ ღმერთის ღრმად დაფარული საიდუმლოები გაუხსნელი რჩება, სანამ იგი არ მიიღებს გასხივოსნებას ზემოდან. მაგრამ შვინვერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. 1 კორინთელთა 2:14. როდესაც სულიწმიდა გაასხივოსნებს გულს, მაშინ ადამიანის რაღაც ნაწილი ხედავს იმას, რის დანახვაც მას ადრე არ შეეძლო. ამავე ნაწილით იგი შეიმეცნებს ისეთ რაღაცებს, რაც მან უწინ არასოდეს უწყოდა. და ეს ცოდნა ისეთი კატეგორიისაა, რომლის წვდომაც ყველაზე გონება მახვილ და შორს მჭვრეტელ მოაზროვნესაც კი არ შეუძლია.
სულით გასხივოსნებული გულის მქონე ადამიანი ამ დროს ფლობს ისეთ ღრმა და ავტორიტეტულ ცოდნას, რომ იგი უკვე გონებით მტკიცებას აღარ საჭიროებს. მისი შემეცნების გამოცდილება გონიერებას აღემატება. აღქმისას უშუალოა, სრულიად დამაჯერებელი და მისთვის შინაგანად სავსებით დამაკმაყოფილებელია. ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია. ეს აზრი ბიბლიას ლაიტმოტივად გასდევს. ადამიანის ძებმა რაც არ უნდა აღმატებულად იფიქრონ კაცის გონებაზე, ღმერთის თვალში იგი მაინც ყოველთვის მწირი და შეზღუდულია. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ წუთი სოფლის მოკამათე? განასისულელე და რა აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ ქვეყნიური. 1 კორინთელთა 1:20. თავის ადგილას ადამიანის გონება მეტად საჭირო და ჩინებული ინსტრუმენტი შეიძლება გამოდგეს. იგი ღვთის მიერ ზეგარდ მობოძებული ძვირფასი საჩუქარია და სწორედ მისკენ მიაპყრობს ყოყმანის გარეშე უზენაესი ისრაელიანთა ყურადღებას, როდესაც იგი თავის ხალხს მიმართავს. მერე მოდით და ცილობა ვყოთ გონებით, ამბობს უფალი. ესაია 1:18. ადამიანის გონების უუნარობა შეიცნოს ღვთიური ჭეშმარიტებები, განპირობებული არა მისი სისუსტით, არამედ ორგანოს ამ ამოცანისთვის სრული შეუსატყვისობით. იგი უბრალოდ არ იყო მოცემული ღვთის შესაცნობ ორგანოდ. გონების უუნარობის და ღვთიური გასხივოსნების აუცილებლობის დოქტრინა ისე ცხადადაა მოცემული ახალ აღთქმაში, რომ პირდაპირ საკვირველია, რატომ წავედით ასე შორს, გადავწდით რა ჭეშმარიტების გზას. ფუნდამენტალიზმმა უპირატესობის შეგრძნებით გულგრილად გაინაპირა ლიბერალებისგან, მაგრამ თავის მხრივ ტექსტუალიზმის ცდომილებაში ჩავარდნილი აღმოჩნდა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ორთოდოქსობაა სულიწმიდის გარეშე. ყველგან კონსერვატორთა შორის შეხვდებით ბიბლიის მცოდნე პიროვნებებს, მაგრამ ისინი სულიწმიდით განსწავლულები არ არიან. სამწუხაროდ ისინი მიიჩნევენ, რომ ჭეშმარიტების შეცნობა, დიახაც რომ გონებით შესაძლებელია. დღევანდელ დღეს თუ ადამიანი ქრისტიანული რწმენის ძირითად პრინციპებს მისდევს, მაშინ მასზე მეტად მცდარი წარმოდგენა ექნებათ. თითქოს იგი უკვე აუცილებლად ღვთიურ ჭეშმარიტებებსაც ფლობდეს. მაგრამ მეორე პირველიდან არ გამომდინარეობს, რადგან არ არსებობს ჭეშმარიტება სულიწმიდის გარეშე. როცა საქმე ეხება ღმერთის საიდუმლოებებს და მის დიდებულ სასწაულებს, ყველაზე ბრწყინვალე ინტელექტიც კი ამ დროს ყოვლად გონებაბეცი და ჭკუასუსტი გამომდგარა. რადგან განცხადებული ჭეშმარიტების აღქმაც ადამიანის მიერ ღმერთის უშუალო ჩარევა საჭიროებს. მსგავსად იმისა, როგორც თავდაპირველად წმიდა წერილების ტექსტიც მხოლოდ და მხოლოდ მისი შთაგონებით დაიწერა. თუ მას ციდან არა აქვს მიღებული, აქ არის მოცემული ჭეშმარიტების მეორე მხარეც. ამ ფრაზაში განცხადებულია იმედი ყველასთვის, რადგან ეს სიტყვები ნამდვილად გულისხმობს, რომ მთავარი ადამიანს მიეცეს ნიჭის შეცნობისა და რომ ეს ნიჭი სხვა არაფერია, თუ არა საჩუქარი ბოძებული ზეციდან. ქრისტე ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ ისინი უნდა დალოდებოდნენ ჭეშმარიტების სულს, რომელიც მათ ყველაფერს ასწავლიდა და ყველაფერს გაახსენებდა, რაც იესოს მათთვის ჰქონდა ნათქვამი. იოანე 14:26. უფალმა აუხსნა მოწაფეებს, რომ სიმონ პეტრეს აღიარებაც, რომ იესო მათი მხსნელი იყო, წარმოადგენდა მისთვის მამა ღმერთის პირდაპირ და უშუალო გამოცხადებას ზეციდან. მათე 16:17. ერთ-ერთ თავის ლოცვაში ქრისტემ წარმოთქვა: გადიდებ შენ მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. მათე 11:25. ბრძენთა და გონიერთ ადგილას ჩვენი უფალი სულაც არ გულისხმობდა ბერძენ ფილოსოფოსებს, არამედ წმიდა წერილების იუდაელ შემსწავლელებსა და კანონის მასწავლებლებს. ერთ-ერთი ძირითადი იდეა ადამიანის გონების, როგორც ღმერთის შეცნობის შეუსატყვისი ინსტრუმენტის უნარობის შესახებ პავლე მოციქულის წერილებში სრულად არის გაშლილი. აპოსტოლი პიროვნების ყველა ბუნებრივ უნარს, როგორც ღვთიური ჭეშმარიტების ჩაწვდომის საშუალებას, პირდაპირი გულახდილობით სათითაოდ გამორიცხავს და სრულიად უმწეოებს გვტოვებს. ამით იგი ჩვენს მთლიან ყურადღებას ერთადერთი ჭეშმარიტი გზისკენ წარმართავს, რომ სული წმიდას მივაკითხოთ, რათა იგი სრულად ამუშავდეს ჩვენში. რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაც გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს. ჩვენ კი გაგვიცხადა ღმერთმა თავისი სულით, ვინაიდან სული ჭვრets ყოველივეს, თვით ღმრთის სიღრმეებსაც, რადგან რომელმა ადამიანმა იცის რა არის ადამიანში,
გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია. ასევე ღვთისა არავინ არაფერი იცის გარდა ღვთის სულისა. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა. 1 კორინთელთა 2:9-12 ჩათვლით. ეს ციტატა მოყვანილია პავლე მოციქულის პირველი წერილიდან კორინთელთა მიმართ. იგი არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ან უადგილოდ დეკორაციის თვალსაზრისით აქ ჩასმული. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მისი აზრი გამრუდდებოდა. სინამდვილეში იგი აპოსტოლის სულიერი ფილოსოფიის დედაარს გამოხატავს და სრულ თანხმობაში ამ წერილის სხვა ქვეთავებთანაც. უფრო მეტიც, თავისუფლებას მიცემდა, დავურთავ, რომ ზემოთ მოყვანილი მუხლები ასევე ჰარმონირებს პავლე მოციქულის სხვა წერილებთანაც, როგორც ისინი ჩვენამდეა შემონახული ახალ აღთქმაში. თეოლოგიური რაციონალიზმის ისნაირ სახეობა, რომელიც დღევანდელ დღეს მეტად პოპულარულია, სრულიად უცხო იქნებოდა დიდებული აპოსტოლის გონებისათვის. ჭეშმარიტების შესაცნობად მას არანაირი რწმენა ადამიანის უნარჩვევებისა არ ქონია. ამისთვის ერთადერთ გზას იგი სულიწმიდით გასხივოსნებაში ხედავდა. ტერმინი რაციონალიზმი იქნა გამოყენებული ჩემ მიერ და ახლა ან უკან უნდა წავიღო ჩემი სიტყვები, ან კიდევ უნდა დავასაბუთო, თუ რატო მოვიხმარე იგი ორთოდოქსობასთან მიმართებაში. ამ უკანასკნელის გაკეთება ვფიქრობ რთულ ამოცანას სულაც არ წარმოადგენს, რადგან ჩვენი დროის ტექსტუალიზმს იგივე წინამძღვრები აქვს, რაც ძველი დროის რაციონალიზმს. ეს უკანასკნელი კი ეფუძნება მცდარ წარმოდგენას, თითქოს ადამიანის გონებას ჭეშმარიტების განსჭისას უმაღლესი უფლებამოსილება გააჩნდეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაციონალიზმი არის დარწმუნებულობა იმაში, რომ ჩვენს გონებას ძალუთ ჭეშმარიტების დადგენა. ბიბლიის თანახმად კი ეს ორგანო ამისთვის სულაც არ იყო შექმნილი და აქედან გამომდინარე ამ ფუნქციის აღსრულება მისთვის ყოვლად წარმოუდგენელია. ფილოსოფიური რაციონალიზმი წმინდა წერილების ავტორიტეტს არ ცნობს და ამას პირდაპირ აცხადებს, ხოლო თეოლოგიური რაციონალიზმი თავისი არსით უარყოფს ბიბლიას, თუმცა არა აშკარად, არამედ შეფარვით, თავის მოკატუნებით და თვალების ახვევით, თითქოს ღვთის სიტყვის დიდი მოშურნე ყოფილიყოს. ჭეშმარიტების შინაგან რაციონალურ მარცვალს იგივე კონფიგურაცია აქვს, რაც გარეგან ნაჭუჭს. გონებამ შეიძლება იმსჯელოს მასზე და გაიგოს ნაჭუჭის რაობა, მაგრამ მხოლოდ ღვთის სულს შეუძლია ჩასწვდეს მის შინაგან არსს. ჩვენი უდიდესი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ წმენა ჩავდეთ ნაჭუჭში და დავიჯერეთ, თითქოს ჩვენი წარმოდგენა შეუვალი და უტყუარი ყოფილიყოს, მხოლოდ იმიტომ, რომ როგორღაც მოვახერხეთ მისი გარეგანი ნაჭუჭის ფორმის აღწერა და ახსნა, როგორც ეს ბიბლიაშია მოცემული. ამ საბედისწეროს შეცდომის გამო ფუნდამენტალიზმი ნელ-ნელა კვდება. ჩვენ გვავიწყდება, რომ ჭეშმარიტების დედაარსის წვდომა შეუძლებელია მისთვის, ვისაც მხოლოდ გარეგანი ნაჭუჭი გაიგება. თუ თავდაპირველად არ მოხდა სულიწმიდის სასწაულებრივი ზემოქმედება ადამიანის გულზე. რელიგიური აღმაფრენისა და ტკბობის გულწრფელი შეძახილები, რომელიც ახლავს ჭეშმარიტების შეცნობას სულით გასხივოსნებისას, ნამდვილად აკლია დღეს ეკლესიას. ციური სამყაროს გაელვებანი ჩვენს გონებაში, როდესაც წარმოსახვით სულის მეშვეობით იქით, გონს გადავდივართ, 2 კორინთელთა 5:13 ძალიან იშვიათი და ბუნდოვანია. ასე რომ ცვრით დანამული შარონის ნარგიზის სურნელი, ქებათა ქება, ორის პირველი, ძლივძლივობით თუ არის შესამჩნევი. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით, აღმაფრენა და სიამოვნება სხვაგან გვეძებნა და ვითომ ვიპოვეთ კიდეც ახალმოქცეული ოპერის მომღერლების საეჭვო ხელოვნებაში და საგულდაგულოდ მოწყობილი მუსიკალური გაფორმებების უცნაურ ჟღარუნა მელოდიებში. ჩვენ ყოველნაირად ვცდილობთ სულიერი სიამოვნებების უზრუნველყოფას მიწიერ ადამიანურ ემოციებზე ზემოქმედებით და სინთეტიკური შეგრძნებების შეშხაპუნებას ხორციელი მეთოდებით. საერთო ჯამში კი შედეგი აშკარად ცოდვა და ბოროტებაა. ჯონ სმიტი თავის ღირსშესანიშნავ ქადაგებაში ღვთიური ცოდნის მიღების უტყუარი გზა აყალიბებს მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ამ ქადაგებიდან. თუ შევეცდები განმარტო რა არის ღვთაება, პროსტორი იქნებოდა უწოდო მას ღვთიური სიცოცხლე, ვიდრე ღვთიური მეცნიერება. რადგან ეს არის ისეთი რამ, რომლის შეცნობაც სულიერი აღთქმით ხდება მხოლოდ და რა სიტყვიერი აღწერილობით. ღვთაება მართლაც რომ მარადიული სინათლის ნაკადია, რომელიც მზის სხივების მსგავსად წვავს, ტკივილს იწვევს და ამასთანავე მაცოცხლებელი და უდიდესი სიხარულის მომტანიცაა.
ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, თითქოს უკვე მივახციეთ ჭეშმარიტების ნამდვილ ცოდნას, როდესაც სიტყვებისა და ფრაზების განთავსების მხოლოდ გარეგანი ნაჭუჭია შემდროული. ჭეშმარიტების შეცნობის ერთადერთი გზა იესოა. მხოლოდ ქრისტეს მსგავსი ბუნების მქონე პიროვნებისთვისაა ეს შესაძლებელი და ისიც მხოლოდ და მხოლოდ უფლის ნეტარ, მშვიდ, თვინიერ და მოსიყვარულე სულში, რომელიც მართალთა გულებს ისე ეფინება, როგორც გარიჟრაჟის მზის სხივები და ავსებს მათ სულებს სიცოცხლითა და ნათელით. ძალიან ცოტა სარგებლის მომტანია ქრისტეს ცოდნა ხორციელად. მეორე კორინთელთა 5:16 მისი მიწიერი ცხოვრების დეტალების გამოძიებით. მაგრამ უფალი თავად აძლევს იესოს სულს იმ მართალ და კეთილ პიროვნებებს, რომლებიც მოშურნედ იკვლევენ ღვთიურ ღრმა ჭეშმარიტებებს. ღვთის შეცნობაში არის ერთგვარი შინაგანი სილამაზე, სიცოცხლე და მიმზიდველობა, როდესაც იგი განხორციელებას რეალურ ცხოვრებაში და პრაქტიკულ საქმიანობაში პოულობს. ჯონ სმიტი ძველი დროის ეს ხანმოყრილი ღვთისკაცი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ სულიერი ჭეშმარიტების შესახებ ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებლად საჭირო იყო ადამიანს წმინდა და სუფთა ცხოვრების წესი ქონოდა. ღვთიურ ჭეშმარიტებას შინაგანი სიტკბო და სანუკვარი გემო აქვს. მას ვერ ეზიარება და მისით ვერ ისიამოვნებს მშვინვერი, ავხორცი წარმოდგენების მქონე პიროვნება. მიწიერი ბუნების მქონე კაცს ღვთიური სურნელების და არომატის აღქმა არ შეუძლია. შემოქმედი შეიცნობა არა მახვილი გონებით, ან ზაკრული ჭკუით, არამედ გაწმენდილი და გასუფთავებული გრძნობით. 1200 წლით ადრე, სანამ ეს სიტყვები იქნებოდა წარმოთქმული, ათანასეს მიერ დაწერილი იქნა ერთი ბრძნული ტრაქტატი, სახელწოდებით ღვთის სიტყვის ხორცის შესხმა. ამ ნაშრომში იგი გაბედულად უტევს ინკარნაციას, ანუ განსხეულების დოქტრინისთვის ნიშანდობლივ რთულ პრობლემებს. მთელი ტრაქტატი წარმოადგენს წმინდა კეთილგონიერების დემონსტრაციას, რომელიც ღვთიურ გამოცხადებასთანაა წილნაყარი. მასში უდიდესი ყურადღება ეთმობა ქრისტეს ღვთაებას, რითაც ავტორი ყველა დროის ფასეულობებს აყალიბებს მათთვის, ვისაც ბიბლიის სწამს. ყოველივე ამასთან ერთად ღვთიური საიდუმლოებების შესაცნობად ათანასე ძალიან მცირე იმედს ამყარებს ადამიანის გონებაზე და თავის დიდებულ ნაშრომს მკაცრი გაფრთხილებით ამთავრებს სულიერი ჭეშმარიტების მარტივი ინტელექტუალური აღქმის წინააღმდეგ. მისი სიტყვები დიდი ასოებით დაბეჭდილი და შესახსენებლად მსოფლიოს ყველა პასტორისა და თეოლოგიის შემსწავლელი ყველა სტუდენტის მეხზე თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს მიმაგრებული. მაგრამ წმინდა წერილების საკვლევად და ჭეშმარიტი ცოდნის მისაღებად კეთილშობილი ცხოვრების წესი, წმინდა სული და ქრისტეს მიერი სათნოება საჭირო. მხოლოდ ამგვარად თუ არის მისაღწევი გონებისთვის, იკულიოს თავისი ბილიკები სასურველი მიზნისკენ და ჩასწვდეს ღვთის სიტყვის არს იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანის ნატურისთვისაა შესაძლებელი. რადგან პიროვნებას არ ძალუთ წმინდანების გამონათქვამებს გაუგოს რამე, თუ მას სუფთა გონება არ ექნა და თუ არ მოხდა ღვთისკაცთა ცხოვრების წესის, არა გარეგნული, არამედ შინაგანი იმიტაცია და ყოველდღიურ საქმიანობაში უფლის მცნებების პრაქტიკული განხორციელება. მან ვისაც სურს ღმერთის შესახებ მოსაუბრეთა გონებას ჩაწვდეს, პირველ რიგში უნდა გაისუფთავოს სული და ჩამოირეცხოს ცოდვილ ბუნებაში დალექილი სიბინძურეები. ქრისტეს დაბადებამდე მცხოვრებ ძველი დროის ებრაელ ღვთისმოსავ ადამიანებს, რომლებმაც თანამედროვე პროტესტანტებისთვის ნაკლებად ცნობილი არაკანონიკური წიგნები სიბრძნე სოლომონისა და სიბრძნე ზირაფისა შემოგვინახეს, ღრმად სწამდათ, რომ ბინძური გულისთვის ღვთიური ჭეშმარიტების მიღება შეუძლებელი იყო. რადგან მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს, რადგან წმინდა სული წვრთნისა გაურბის მზაკრობას, განუდგება უკეთურ ზრახვას და ზიზღით უარყოფს მოახლოებულ უსამართლობას. სიბრძნე სოლომონისა, პირველის მე-4-მე-5. ეს წიგნები ჩვენთვის ნაცნობ კანონიკურ სოლომონის იგავებთან ერთად გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცოდნა ზეციური სიბრძნის სტუმრობის ნაყოფია. იგი შეგვიძლია ვამსგავსოთ ჭეშმარიტების სულით ნათლობას, რომელიც ღვთის მოშიშთა ხვედრია მხოლოდ. ამ სიბრძნეს ყოველთვის თან ახლავს სამართლიანობა და თვინიერება და ვერასოდეს იპოვით იქ, სადაც არ არის ღვთისმოსაობა და ყოველდღიური ცხოვრების სიწმინდე. თანამედროვე კონსერვატულ ქრისტიანებს ეს ჭეშმარიტება დაბრკოლებად ექცათ. საკითხი მთლიანად თავიდან გამოკვლევას და ხელმეორედ შესწავლას საჭიროებს ჩვენ მიერ. როგორც არასდროს დღეს ჩვენ უცილებლად გვჭირდება გავისი გრძეგანოდ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ სწორ დოქტრინაში კი არ მდგომარეობს,
არამედ პირველ რიგში აუცილებელია მოხდეს სულიწმიდით შინაგანი გასხივოსნება, სწორი დოქტრინის თანხლებით მეორე მხრივ. ჩვენ მთელი გულწრფელობით საჯაროდ კვლავ უნდა ვაღიაროთ ზეგარდმობოძებული სიბრძნის საიდუმლო. ამ სასიცოცხლო ჭეშმარიტების განახლებულად ქადაგება ჩვენთვის იქნებოდა ღვთისაგან მონაბერი მაცოცხლებელი გრილისიოს მსგავსი ჩვენს ობმოდებულ და სულთ მობრძავ ორთოდოქსობაზე.